მეგობრებო, თქვენ ხართ არხზე ანა და ბავშვები vlogs. Vlogs. მოდით დავიწყოთ ვიდეო. ვიდეო არის პირადად ჩემსგან. მე მინდოდა დამიწყო კორეული სწავლა. და შეხედეთ როგორ დაიწყო. და დაიწყო ყველაფერი აი ამ ბლოკნოტისგან. მართალია ბევრი არ ვიცი რაღაცა, ცოტა სიტყვა, 1-20 სიტყვა და ანბანი და წესები რამოდენიმე. მაგრამ მოდით ვილაპარაკოთ ერთად. ამ ბლოკნოტიდან დაიწყო ეს ყველაფერი. მაჩუკა მიამ და აი ესე დაიწყო. უბრალოდ რატომღაც არ ვიცი რატო. მომინდა კორეული სწავლა. ხო და შეხედეთ როგორ დაიწყო. დავიწყე რაღაცა YouTube-ში ძებნა და აი ესე გაგრძელდა. რუსულად მიწერია განმარტება, აი აქ გვერდით, რადგან რუსული ანბანი მშვენივრად ვიცი, ლაპარაკი მშვენივრად ვიცი, ყველაფერი მესმის. ხო და აი ესე. და აი ესე. რა ფრაზა ვიცი? ფრაზა იდეალურად ვიცი, ერთადერთი წერით არ ვიცი და ეხა ვისწავლი. ჩონენ თაგვარ ბოგოია. ძალიან ბევრი ხანი ვიცე. ანუ არც ვიცი რამდენი ხანი. 1 წლის წინდელი იქნება 100,000% თუ არა. ვიცი რომ წინა წლის არის. ხოდა შეხედეთ. ეგ ნიშნავს მე ვაშალს ვჭამ. ხო ითქმება მე ვჭამ ვაშალს. მაგრამ კორეულში ეგრე არ არის. ჯერ არის აი ესეა. მე ვაშალს ვჭამ. გაიგეთ? ანუ რასაც აკეთებ, დავუშვათ დარბი ხარ. მან მე არა, დავუშვათ ესე. მოვიფიქროთ ეხა წინადადება, დავუშვათ. მე დავდივარ ველოსიპედი და ესე დავუშვათ. და მანდ იქნება ესე. მე ველოსიპედით დავდივარ. ანუ რასაც აკეთებ, ეგ იდგმება სულ ბოლოში. რაღაცა მართალია, ქართულადაც მიწერია, მაგრამ უმეტესობა რუსულად. ამ ბლოკნოტშიც ვწერ და ვწერდი კიდევაც. ამოვხიე უბრალოდ ფურცლები, რადგან არასწორად ანუ სიტყვებს ვწერდი უბრალოდ ძალიან ბევრს და რას ნიშნავდა ახსნა განმარტებას. მაგრამ არ ვწერდი ბევრჯერ. არა და ეგ არის მაგარი მინუსი. უნდა გამოვწეროთ 1-5 ხაზი, 2 ხაზი მინიმუმია. და თუ მაინც ვერ იმახსოვრებთ, 5-10 ხაზი გამოვწერეთ. მართლა გეუბნებით, რადგან ძნელია. შეიძლება რაღაცა სიტყვა აი ეს ასო შეგეშალოთ, რადგან ასნაირი ზუსტად არის კიდე ერთი ასო. და ეგ არის აი შეხედეთ
ანბანს გაჩვენებთ ბარემ. ასნაირი, ასო უბრალოდ მეორე მხრიდან. არის ოე. ოე. ოე არა, უფრო სწორედ ეს. ო. ყელიდან მოდის ხმა და ტუჩები თითქმის არ მოძრაობს. გავაგრძელეთ. ბოდიში დრო დავაპაუზე, მაგრამ ვიდეოში მაინც ერთი კადრი იქნება. კორეულ ანბანში არის სულ 1 2 3 4 5 6 7 იქ არ არის ბევრი, რადგან ქართულში გვაქვს რამდენი 33. 410 ნაკლები. ზოგჯერ გამომდის არალამაზად. მაგრამ რას გეტყოდით კიდე? მე ეგრე არ გამიკეთებია, რადგან სულ ცოტა დღეზე ვარ. მაგრამ აბა ერთი გავაკეთებ, მაგრამ მულტფილმს უყურებდი. შეხედეთ რაზე ვამბობ. K-pop-ს მოусმინეთ, მუსიკებს მოусმინეთ კორეულად. რა ენასაც სწავლობთ უფრო სწორედ. ხვალაც იქნება ვიდეო, აი დილთ უნდა ავდგე ხვალ. ცხრილით მაგ გაკეთებული ფანჯარაზე მიწებია. 2 შაბათს 11-ის ნახევარზე, 3 შაბათს 11-ის ნახევარზე, 30 წუთი უნდა ვიჯდე, ან 11-მდე. გავაგრძელოთ. მებო შემოვიდა უბრალოდ ნახვამდის მითხრა, რადგან დაწყო უკვე გვიანია საათში. გვიანია რა? 8 საათია. და დავამთავრებ მე ამას 10 საათზე, რადგან 2 საათი მინიმუმ მჭირდება. 4 შაბათს ისევ 11-ის ნახევარზე, 30 წუთი ან 11-მდე. 5 შაბათს 11-ის ნახევარამდე ისევ 30 წუთი. პარასკევს 10 საათს, პარასკევს 11-ის ნახევარზე 30 წუთი და მერე კიდე 6-ის ნახევარზე საღამოს უკვე 2 საათი და 30 წუთი. მაგრამ ჩვენ ხომ დავაგვიანთ რა, კამილას ველოდებოდით ცეკვიდან და უკვე ესე არ გამოვიდა და ეს ცხრილი საერთოდ დამოვიწყდა თუ იწყებოდა 11-ის ნახევარზე ყველა და მე ესე არ გამიკეთებია დღეს, ამიტომ ცოტა ბევრი ხანი ვიჯდები. შაბათს გვაქვს პირველის ნახევარზე 3 საათი და 5 საათზე 2 საათი, 5 საათი დღეში. კვირასაც ზუსტად ეგრეა. ნუ ხო, იმიტომ რომ აი შუალედში შეიძლება გაკვეთილებით მოვასწრებ. შეიძლება არა, უეჭველი მოვასწრებ, რადგან მათემატიკა არ ჩამიტარდა დღეს. შეხედეთ, რამდენი ამოხეული ფურცელი მაქვს. ამოხეული რაღაცა ამოხეულია, რაღაცა აი ეს მაგა. აგერ აი ეს არის ყველა ამოხეული ფურცელი და ალბათ კიდეც მექნება. აი ეს ამოვხიე K-pop მუსიკას მოусმინეთ და რაღაცა სიტყვებს მოусმინეთ და გაიმეორეთ. მერე დაგუგლეთ რას ნიშნავს. მართლა გაისწავლით ეგრე 100,000%. რას კიდე ვიტყვი. გააკეთეთ ეგეთი ბილეთები. დაწერეთ სიტყვა და მერე რას და უკნიდან რას ნიშნავს. მე უშულად მიწერია ეგრევე ამბობ. და როგორ იკითხება დაწერეთ გვერდით.
ხო და ეგ სიტყვები აუცილებლად დაამუშავეთ. შეხედეთ როგორ ვამუშავებდი მე ამ სიტყვებს, რომ მესწავლა როგორ იწერებოდა თეონასთან რომ ვიყავით 8 მარტის არტატეკებზე. აი როგორ ვამუშავებდი პროსტა რა. შეხედეთ. არა ეს დამუშავება რა წესი. ამას ეგ იყო წესი სწავლობდი. აი ეს. შუაში რა ხდება? და 5 ხაზი მიწერიათ ისე იყო. აქ კიდე მე ესე ვაბრუნებდი და წერდი თუ დავიმახსოვრდი თუ არა გამომდიოდა მაშინ თავიდან წერდი და კიდე ერთი ფურცელი მქონდა უბრალოდ სადღაც თეონასთან დავუკარგე და არ მახსოვს სადებს. და ესეც. ესეთი სტიკერებიც მაქვს. ამაზეც შეიძლება რამის გაკეთება არ მომწონს. ცუდია მაგრამ სტიკერებს ჯერ არაფერს არ ვაკეთებთ. გააკეთეთ რაც შეიძლება აი ესეთი ბევრი ფურცელი. იცით რით არის მაგარი? აი ქართულის რეულიდან თაბახის ფურცელი. რაც გინდათ ამოხიეთ და აი ესე უბრალოდ აი ესე ხო გაქვთ რა. და აი ესე ჩაკეთეთ. ხო და შიგნიდან მე ჩაწერეთ სიტყვა. გვერდიდან ესე მიუწერეთ როგორ იკითხება და რას ნიშნავს. ხო და 10 სიტყვა გამოგივათ, მეგრი გამოვიყვით. მე აი ამას ეგრე ვფარავთ და აი ეს როგორ იყო, ეს როგორ იყო, ეს როგორ იყო. ან პირიქით. აი ეს რას ნიშნავს, ეს რას ნიშნავს. აბა ერთხელ წავიკითხავ და თუ მახსოვს. Сегодня, недавно, шапка, природа, победа, телезрители, стул, воображение, сколько, часто. რუსულად წავიკითხე. მოდით ახლა გავიხსენოთ. ორე ახლა არა დღეს უბრალოდ. აკა недавно როგორ თქვა რამოდენიმე დღის წინ ესე ვთქვათ რა ბუჯა შაპკა არის ქუდი ვინც არ იცოდა Цайон იყო природа ბუნება цн победа გამარჯვება შცმძა აუ ჩავიხედოთ. აუ ხო, წილიზრიწელი არის ტელევიზორიდან რო გიყურებენ, ტელეფონიდან რო გიყურებენ, აი ხა როგორ ჩვენ. წილიზრიწელი. შცმძა. ვიცი არ არის საჭირო ეგ სიტყვები ლაპარაკში, მაგრამ მე მაინც ვსწავლობ. იცით რატომ? YouTube-ში მაქვს ერთი ვიდეო ნანახი. 1000 სიტყვა კორეულად და ის როგორ იწერება და როგორ ითქმება. ხო და მაგას ვუყურებ და ვიწერ. მაგრამ რუსულად არის და არ ვიცი თუ მე გაიგებს. ვიცა იყო Сками, ხო. Цн
Цан-цан, უпростовად ბოდიშით. Цан-цан. Цан-цан იგი იყო Цан-цан იყო воображение. მოგონილი რაღაცა. არა, რო რაღაცა გელანდება ესე. Olma. Сколько? Რამდენი? Чацу, часто. ხშირად. ხოდა ესეთი ფურცლი და შეგიძლიათ გააკეთოთ მაგარი ტესტი. არეული მაქვს ცოტა თმა, მაგრამ კაი. შეხედეთ, ეს რატო ამოვხია, მაგრამ მაინც არ ვაგდებ მეწოდება, რადგან ისე იქნებ გამომადგეს. კორეული 10,000 სიტყვა დავწერეგებით. აი 10,000 არ იყო 64 სიტყვა იყო. 64. მაგრამ უბრალოდ ვწერდი, განა კი არაფერს არ ვუშვებოდი. უბრალოდ ვწერდი. რას ნიშნავდა? უბრალოდ. და როგორ იკითხებოდა? არა და უნდა გამომეწერა და ამოვხიე, რადგან უკვე 64 სიტყვას ვეჭველი რაღაცა სიტყვას გამოვტოვე. აი ერთადერთი სიტყვა რაც გამოვწერე. ის არ ვიცი რანაირად იკითხება. ირეუმ, სახელი. მეტი კი არაფერი. და ვისაც აქვს ნაყიდი ეგეთი დაფა, ადრე, ძალიან ადრე, ბავშვობაში მე მიყიდეს ეგეთი, როდესაც აქ ეგეთია. აქ როგორც ხედავთ, მე ვწერ და ვმუშაობ. ძალიან კარგია სხვათა შორის სკოლის დაფა არ არის, რა თქმა უნდა, გიგანტი, მაგრამ შედევრად ეტევა და ცარცით 3 ცალი მაქვს. და სველი საფეთქი წიწმინდება. ეს ერთხელ დავხატებ ფლომასტერით რა, სკეჩ მარკერებით, ვინც იცის. აი ეგეთები. დედა რომ მომივიდა. 1, 2, კაიყვას. აი ესეთი სკეჩ მარკერებით დავხატე აი ამ ხარეს და ნორმალურად არ იწმინდება სველი სალფეთქით. ძლივს რაღაცა გაუწმინდე. ხოდა შეხედეთ. ძალიან კაია მუშაობა. ამ დაფაზე რა ვიცი რა ვთქვა. აი ჩემი გული გაშიდევს. მაქვს ცარცი რა თქმა უნდა, ცისფერი, ვარდისფერი და ყვითელი. თეთრი არ მაქვს. ტოეზოში პაურავთ და კიდე სად რა ვიცი. ჩავიხუტოთ რა თქმა უნდა, ჩვენ გვასწავლია. შეხედეთ, ეს ვიყიდე 10 ლარად ჭიტაში. 10 თუ 11 რაღაცა ეგრე გიქრებდა. ეს რაღაცა 95 ლარამდე ღირდა რა. ლიბრეში 94 ფურცლიანი პონი. იცით რისთვის ვიყიდე? არაფერში არ მჭირდებოდა. არც კორეულში, არც კროსვორდებში, არაფერში. უბრალოდ მომეწონა ყდა და დედას თხოვე მიყიდე მეთქი. ნუ მხატვარი ვარ ახლა რა ვქნა. უბრალოდ ყდაც თუ მომეწონა ეგ one love. მაგრამ ჯერ ვაკეთებ კროსვორდები, იმიტომ თქვი რომ ჯერ ვაკეთებდი კროსვორდების რვეულს. არაფერი არ მოხდა, უბრალოდ ბებია შემოვიდა, კაი არა უშავს.
ნუ ხო, ეხლა ყველასთან მოდის ეგეთი რაღაცა. რა მოხდა, აი ბეიბია შემოვიდა, კაი. ვაპატიოთ ეს. რა შვები უბრალოდ შემეკითხა. შეხედეთ როგორ. ეხლა ავიღო. და მოდით ეხლა რამე სწავლა დავიწყოთ, იმიტომ რომ ლაპარაკშიც გადის დრო ფიქცებით. როგორც ცოტას დავალაგებ, რადგან საერთოდ არაფერი არ მოწონს. ჯერ დავკიდებ მაგ დაფას რა თქმა უნდა. აი ეს. შემდეგი აი ამ ყველაფერს სადმე წავიღებ. ესე ფოს. რადგან ჯერ უნდა დავდო ეს ფურცლები და ფურცლები იცის. ფურცლები ესე ის ერთ ადგილში დევს, რომ ვერავინ ვერ ხედავს და არ გადამიგდებს არავინ. და აი ესეთი ფურცლები არ ვიცი საიდან, სხვათა შორის თეონასთან რომ ვიყავით 8 მარტის არდადეგებზე. რომ მოვედი სახში და მხვდა ეგეთი ფურცლები. და მაგიდას რა. და გამოვიყენებ მეთქი ზუსტად კვადრატია. დავიჭრი რამოდენიმე ნაწილად ესე შუაში და რატომაც არა სიტყვებს ვისწავლი მეთქი. ამიტომ არ გადავაგდებ. და მიგებს იმ ადგილში ისე სადაც არავინ არ ხედავს. აგერ კიდე ბილეთები. და მოდით გავიმეოროთ ვისწავლოთ სიტყვები. აი ეს რვეული დამჭირდება აუცილებლად. აქ უნდა გამოვწერო სიტყვები. და ვისწავლო ახალი სიტყვები. შემდეგ ვექთ ლამაზად ბლოკნოტებს. შემდეგ ეს ძაღლები უნდა ჩავდო საყვარლები. და აი ესე Lego. Das war so schnell. Lego schwarz-gelb dann. ესენი განაწილებული მიდევს ეს ფურცლები, რადგან რაღაცა სიტყვები მიდევს უკვე რაც ვისწავლე, რაღაცა მიდევს რაც არ ვისწავლე. დედას რომ არ შევუშალოთ, ეს დედას წიგნია რა თქმა უნდა. საწოლი არეულია, რადგან წიღანი ვიცექი. და ლეგოს ინსტრუქციას დავდებ სადაც გორეული იდას. ამავიღე ყველაფერი სიტყვების გამანაწილე უკვე რას ვისწავლი და ცოტა დავწერე თქვენს გარეშე. ცოტა რა, 3 ხაზი. აბუჩენ. და რას ნიშნავს ეგ არ დავიღე. Во всяком случае. Როგორ აგიხსნათ ახლა? Во всяком случае. Во всяком случае. აი ეს რა. და არ ვიცი როგორ ავხსნა. აი პოტიში. ჩავთოთ მუსიკა ახლა. ძალიან დიდი ვიდეო რომ არ იყოს, ცოტას დავაპაუზებ ხოლმე. გამოვწერე 6 ხაზი. აი ესე გამოიყურება. მოდით ახლა დაფაზე დავწეროთ ოღონდ სალფეტი მაგასად. всё, მოვიტანე აგერ არის.
ამც მინდათ ახლა ჩვენი დაფა და დავწეროთ. всё, აღარ იქნება ეგეთი გადასვლები და ცარციც გამოგჭირდება. დავიწყოთ. იყო და არა შემდეგ იყო დედა აგერ შემდეგი იყო არ ვუყურე ხვევით იმდენს დავიდა თანაც მე ხო ოპერაცია მქონდა დედა. ანუ მაგასა მეორებელი, ანუ 400 დავწერე. არ გაგიჟდეთ მეგობრებო, ეგ ჩვეულებრივი საქმეა ჩემთვის უკვე. იცით რამდენი სიტყვა მაქვს დაწერილი? 10,000. კაი, ბევრი არა. 2-3 სიტყვა მექნება 10,000 დაწერილი. მაგრამ ვიცი უკვე და აღარ. კაი, ეხლა დავწერ და შემოგიერთებით. დავამთავრე 10,000 გამოვწერე. Oh my god, yes. არ ვუყურებ სიტყვას წინასწარ, რომ ჩავიხედო სამეთრე. მალე გააშრენ. იყო ესე. შეხედეთ როგორი პროფილით უწევ. და შემდეგი იყო სუბკრატელი. დაწერან. შეხედეთ რა პროფილით დავწერე. обучен во всяком случае. და მე Google-ში ვუყურებდი ფოტოთი და რეალია, არ არის მატყუილი. მართლა სწორი სიტყვებია და არა რაღაცა მატყუარა. შემდეგი სიტყვა იყოს აი ეს. Произношение. Произношение ნიშნავს გამოთქმა. შენ როგორ გამოთქმავ? აი ამ სიტყვას დავუშვათ. Parm to parm. როგორ ამბობ რა? ესეც ძალიან საჭირო სიტყვა არ არის, მაგრამ ამას ჩემი აზრით გამოვწერ 1-5 ხაზი. გაგიბრუნდებით ახლა.
მოგატყუეთ, გამოვწერე 4 ხაზი. ეხლა დავხუროთ. ლამაზი ასოებით მინდა დავწერდო. ესე და აი ესე. ეხლა ვნახოთ სწორია. ხო? სავსებით სწორია. აბშალოთ და დავხოთ შედეგი სიტყვისთვის. მეგობრებო, აი არ ვიცი რა. წინა რაღაცა კადრები წამეშალა მგონი, არ ვიცი, ხო და? ეხლა გაჩვენებთ რა გამოვწერე. გამოვწერე ეს და აი ეს ორი სიტყვა. ხო და ტესტი მიქნია. აი ამაზე თუ კადრში არ არის ნაჩვენები, არ ვიცი. ამაზეც მიქნია და აი ამაზე სიტყვაზე. ბოლო სიტყვაზეც არ მიქნია, მაინტერესებს ეხლა გავაკეთე. არ ვუყურებ. და მოდი. აჰო, გამახსენდა. ხო, სწორია. მოდით დავამთავროთ, რადგან უკვე 1.5 საათიანი ვიდეო გამოვიდა და არ მინდა ძალიან გრძელი რომ იყოს. ამიტომ ხვალ ვისწავლოთ დანარჩენი სიტყვები ერთად. ვისწავლეთ ეს და ვისწავლეთ აი ეს. ყველას მადლობა რომ გიყურეთ, დაალაიქეთ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დაგვიწერეთ კომენტარები. პაკა.